გლდანის A მიკრორაიონი, ფორე მოსულიშვილის 3 ნომერი და საცხობი გემრიელი. არ ვიცი რამდენად გემრიელია, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოიყურება ეს ღვეზელიც და ხაჭაპურიც და ჰოთ-დოგიც. გადაფარებულია ნამცხვარი, აი ეს კექსები და ქადა. აი ესეთი სუფთა აბრა აქვს სარეკლამო, სასიამოვნო და აგერ ფასებიც არის იმერული ხაჭაპური 4, მეგრული 5. საკმაოდ კარგი ფასებია. მოდით შევიხედოთ შიგნით. შევა სამზარეულოში, სადაც ქალბატონები ფუსფუსებენ და ტრიალებენ. აქ სისუფთავია და პრინციპში უყურებს კიდევაც მომხმარებელი როგორ მზადდება საკვები. ჭერი მოწესრიგებულია. ჯერჯერობით აბლაბუდებს ერთი თვალით ესე გადავლებით ვერ ვუყურებ. არ არის აქ ყველა ვარიანტში უნდა ხდებოდეს ჩამოფერთხვა ქალბატონებო. გამოგჩათ. აი კამერა გჭირდებათ რომ დაინახოთ. ვერ დაინახეთ, თორე აუცილებლად დარწმუნებული ვარ ჩამოფერთხავდით. ეხლა რატო არის შეიძლება იფიქროთ რომ აი რა უჭირს იქროდებს, ხო? აი ნახეთ გარეცხილი სამზარეულოს მოწყობილობები სად გიდევთ, გინდა არ გინდათ, ვიტო უნდა იყოს აბსოლუტურად ყველგან ყველაფერი მოწესრიგებული, რომ ხელის მონაცვლების მიზნით შეიძლება ყველგან ვისარგებლოთ და დავდოთ ნივთები. ეტყობა რომ გემრიელია საკვები, იმიტომ რომ მუშაობთ და კარგად გილასაც ხართ და რეალიზაცია კარგად მიმდინარეობს. ოჯახის დიასახლისები ბრძანდებით და ოჯახურ საკვებს აკეთებთ. ერთი ოჯახის წევრები ხართ? არა, ანუ ნაკრები ხართ, ხო? მოვედით ყველაზე საინტერესო ადგილას და ყველაზე მტკივნეულ ადგილას და ყველაზე ნაპატიეთ, მაგრამ ბინძურ ადგილას. რაც მე იქ გამახარეთ და მასიამოვნეთ, აქ კედელი უმძიმეს მდგომარეობაშია, საშინო მდგომარეობაშია. კი, მე ყველაფერი მესმის, მაგრამ თქვენ ნახეთ გაწოვით რა მდგომარეობაში გაქვთ. გაწოვით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გარდა იმისა, რომ კონდენსატია თქვენს ხო უყურებთ, რომ მტვერიც არის. ძალიან წუხვარ. კილოები სუფთაა. ეს რა საშინელებაა. აი ეს რომ დაფარეთ, აი ამიტომ თქვენ ვერ ხედავთ იქ რა ხდება. შეგიხედიათ? დიდი ხანია ხო არ შეგიხედიათ? საშინელება ხდება იქ მერწმუნეთ. და წყალი გადის ნიჟარას, იმიტომ რომ იქ ყველაფერი ძალიან სველია. რატო არ გააკეთებთ ისე რომ არ გადმოვიდეს? საშინელება ხდება. საცხობს აქვს პატარა კაფე, აგერ ხედავთ თქვენ მაგიდებს. სასიამოვნო წითელში და შავში გადაწყვეტილი ინტერიერია, მოკლედ სტენდალია, წითელი და შავი. იატაკი არ არის დასუფთავებული, მაგრამ ალბათ მომხმარებელი ეხლა წავიდა და ვერ მოასწრეს დაგვა. ალბათ დილით ნამდვილად სუფთა იყო ეს იატაკი. აქვე არის ცხობელებისთვის ვენტილატორი, გაგრილებისთვის, მაგრამ აი ეს ვენტილატორი არის ძალიან მტვრიანი. ეს რატო არ იწმინდება ეს ამდენი მტვერი? ნახეთ. ეს უნდა გაიწმინდოს, იმიტომ რომ ეს მტვერი ეცემა. აქვე, ხო, აქვე არის მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მაგიდები და სკამები. ხო, კი ბატონო, მოაშორეთ, რომ პირდაპირ აქ არ მოხდეს. საჭმელში არ უნდა ხვდებოდეს არანაირი ჭუჭყი და მტვერი. ნახეთ, როგორ სიმპათიურად გამოიყურება კერძები, მართალია შემადგენლობა არ არის, მაგრამ ფასი აწერია, როდინდელია არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, რომ გვეტყვიან ეხლა დიასახლისები, რომ დღევანდელია, თუმცა ნამდვილად არ აწერია. აქ არის სუფთა მაცივრები და სასმელები და აქ კიდევ ერთ მაცივარს ხედავ, სადაც არის უკვე მოხარშული კომპოტი, კვერცხი, ყველი და ასე შემდეგ. აგერ ვხედავთ ფუნთუშებს, ცოტა გასაწმენდია, აი ეს მინა, ცოტა გასაწმენდია. აი რა გითხრათ, ძალიან პატარა უბრალო კაფეა, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო, ძალიან დიდ დარღვევებს მე პირადად ვერ ვხედავ. თავარია ეხლა რა დაინახა სამზარეულოში მადონა კოიძე. აი ეს არის სრული ანტისანიტარია და კოშმარი, კატასტროფა. ძალიან წუხვარ. აი ამას ნამდვილად არ მოველოდი. ხა ძალიან ცუდი მდგომარეობაა სამწუხაროდ. აი ნახეთ აბლაბუდები როგორ არის. აი ალბათ ხედავთ, ეს ყოლა დაუშვებელია. სამზარეულოში აბსოლუტურად ყველა კუთხე კუჭული უნდა სუფთავდებოდეს.
ნაგავიც 2/3-ით რო გაივსება, უნდა აუცილებლად გადიოდეს გარეთ. სუფთა ქვაბების აქ მოთავსება არის ყოვლა დაუშვებელი, იმიტომ რომ ზევიდან ნახეთ როგორი კონდენსატის წვეთა მიმდინარეობს და ეს არანაირად არ იცავს, ეს არ არის ჰერმეტულად დაცული სიტუაცია, ნახეთ, აი ამას შეხედეთ, აი ეს არის ყველაფერი დაუცველი მდგომარეობაში და ნახეთ, აი ეს ყველაფერი ბინძურდება და ბინძურდება აი ზუსტად აი ამ სიბინძურით. ძალიან მწუხვარ. შემოვედი და მქონდა ძალიან კარგი წარმოდგენა. მაგრამ აი ზუსტად კიდევ ერთხელ გამართლდა, უნდა ვნახოთ რა იმალება ლამაზი ვიტრინების უკან. და ლამაზი ვიტრინების უკან იმალება ის, რასაც სამწუხაროდ მომხმარებელი ვერ ხედავს, მაგრამ რასაც გაჩვენებ სახალხო კონტროლი. და ესეთი კარგი ლამაზი ქალბატონები ხართ და აი სადაც ამდერამეს აკეთებთ და გემრიელად, ისე გააკეთეთ, რომ მომხმარებლისთვის იყოს მისაღები. ძალიან მწუხვარ. აი ეს როდისმე ჩაგეხედიათ ამაში, აი ეს გაგიწმენდიათ, ნახეთ ქალბატონებო. ნახეთ. აი ეს არის მაცივარი და თავდაუხურავი ცომი. ძალიან მწუხვარ. ეს ნუსველი წერტილი თქვენთვის სუსათი გეტყოდათ, ალბათ რომ აუცილებელია რომ კარები იღებოდეს შიგნით, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. აქ რა გაქვს? აი ეს არის თქვენი 60, კი ბატონო, ანუ აქ იცვლით ტანზე? აქვე იცვლით. პრინციპში ხო, საპირფარეშოში იცვლით ტანზე და მე აქ ფენთ, კი ბატონო. კი ბატონო, კი ბატონო. კარგით, მე პრინციპში დავათავ.